და ეგ მოდი ისევ დავხედოთ იმას, რასაც ქვია პროპაგანდის მანქანა და მოდით დავხედოთ იმას, რასაც ქვია mass-media. მაშინ ამას უბრალოდ mass-medias არავინ უწოდებდა, იმიტომ რომ არც იყო mass-media. აქ მოხდა საინტერესო რამ. თუ კი მაშინ გვასწავლიდან იმას, რა უნდა გვიყვარდეთ, რა უნდა ვჭამდეთ, როგორ უნდა ვსუნთქავდეთ და სხვა და სხვა, ამჯერად მავანნი მიხვდნენ, რა არის ჩვენი ყველაზე მდაბიო მოთხოვნები. სინამდვილეში რა გვინდა რომ ვჭამოთ, სინამდვილეში რა გაგვიხარდება რომ მოვისმინოთ, სინამდვილეში რითი უნდა გავერთოთ. და აი ამაზე წავიდა დიდი მიმართულებით მუშაობა. კიდე არის სრულიად შესანიშნავი მექანიზმი, რომელთაც შეიძლება წინ დაუდგეთ ნებისმიერი სახის თავზე მოხმოებულ ინფორმაციას. ბოლომდე ჩავძვრეთ. კითხვებით. ყველაზე კარგი კრიტერიუმი არის მინდა თუ არ მინდა. არ მინდა. ჩავაყენოთ თავი პატარა უსახლკარო ბავშვის მდგომარეობაში, ხო? მინდა რომ გამიშვან სადღაც არ მინდა და. ამ თავალსაზრისით ქართული ენა არის ყველაზე დიდებული ჩემთვის ნაცნობ ენათაგან. ალბათ დაკვირვებულ ხართ არსებობს ყველა ენაში ზმნა, როგორც არის ნადა, ხო? რუსულად საჭიროებს, müssen sollen, should, ხო, ინგლისურად. და ასე შემდეგ. ზმნა, რომელიც ნიშნავს, რომ რაღაცა აუცილებლად საჭიროა რომ შესრულდეს. ქართულ ენაში არის უნდა, რა არის უნდა გავიხსენოთ კარგად, მე მინდა, შენ გინდა, მას უნდა. ამასთან დაკავშირებით იბადება კითხვა. კი გასაგებია იმას უნდა, მაგრამ მე მინდა? და დაიცადე იმას რომ უნდა, აი დარდია ხო, მე რა ვქნა რომ იმას უნდა. არა, იცით როგორაა ჩემო ბატონო. არა, ძალიან მარტივი რამ არის. როდესაც ჩვენ ვიცით, იცით როგორი რამ არის, რაც ბატონმა ბრძანა სწორედ. ძალიან ძნელია წინასწარ გავსასრულოთ, მაგრამ თუ კი წინასწარ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, გავს მოწოდებას, სადამდე მიუყვანია ადამიანები, მაშინ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იგივე მეორდება და გიჟები ხო არა ვართ. გავიხსენოთ, ნებისმიერი სისხლიანი გადატრიალება დამთავრდა საშინლად. არ ყოფილა სისხლიანი გადატრიალება კაცობრიობის ისტორიაში, რომელსაც ვინმესთვის მოეტანოს ბედნიერება. სანამ ადამიანები მიდიოდნენ ძალმომრეობის გზით და მიაჩნდათ, რომ ჩვენ დავანგრევთ და მერე ავაშენებთ, კაცობრიობის საქმე იყო ძალიან ცუდად. ისტორიას უგვავიწყდება, გვაქვს ძალიან მოკლე მეხსიერება, ან მეხსიერებაზე არ არის ლაპარაკი. ის რაც თქვით მანამდე, ცოდნა. განათლებასაც მოვუწოდებთ, ცოდნა. მოდით შევხედოთ რა მოაქვს სამოქალაქო ომს. ყველამ ვიცით, ხო? ნანახი გვაქვს, მაგრამ ეხლა უცებ გადავწყვეტეთ, რომ უნდა დაგვავიწყოს. რატო უნდა დამავიწყდეს? რომ მეორედ იგივე გავაკეთო? ანუ ცოდნა დავიტოვოთ. ხო? დავიტოვოთ ცოდნა იმის შესახებ, სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ურაპატრიოტულმა, იდიოტურმა ნაციონალისტურმა ლოზუნგმა. გავიხსენოთ ის თუ რას ნიშნავს მოწოდება გაგაკეთებინებ. კი, ჯერ მაკეთებინებ, მაგრამ მე მოვა ვიღაცა და შენ გაგაკეთებინებ, ზუსტად იმას, რისი გაკეთებაც ყველაზე ნაკლებად გაგიხარდება. ის ხატი არის ძალიან ბევრი, დღესდღეობითაც მოდით ჩამოვთვალოთ ვისი გვეშინია ძალიან. ბუა, მოვიდა იაღოველი შემომივარდა სახში. ბუა. რა უნდა მიქნას? გავაღე კარი მითხრე გინდა წიგნი არა. დაანგრია რამე. უაღრესად საშიში სატელევიზიო გადაცემა. ტრის ხატი. გამარჯობა. ბუა. არ მომწონს გადავთავ, კაცობრიობის გადასარევი გამოგონებაა პულტი, ხო? ნუ თუ არ არის, მე მქონდა ტელევიზორი და გადავთავ. არა. წიგნი. ძალიან საშიში წიგნია. არ წაიკითხო, კაცო. ხო? რამე პრობლემა არის? ტრის ხატი. ვინ არის საშიში? გადამალეთ მამაკაცები, ჰომოსექსუალები მოდიან. ნო? რას გულისხმობთ? სპიდი მძვინვარებს, შიცი, ბოდიში მომითხოვე. კი? ნუ მაინც ახლა მოვიქცევით ისე რომ დაგვეტაკოს, ხო? და სხვა ტრები მოდიან. მუდმივი მტერი არის. რა ვიცი, ვინ აღარა. ანუ ყველაფერი რაც ოდნავ უმცირესობას წარმოადგენს, მუდმივი მტერი. ეცით ერთი ხანი თქვენ კარგად იცნობთ, დუხაბორები, ყოველად უწყინარი ხალხი. თავისთვის ფლომი, კარგად იცნობთ, ამიტომ იცით. საშინელი მტერი იყო. 90-იანი წლების გარეშე, როდესაც ქართველები აღმოჩნდნენ, ფაშისტები და ნაციონალისტები, რაც მანამდე არ ვიცოდი. უცებ აღმოჩნდა, რომ დიდი საფრთხე მოდის ჯავახეთიდან, რატო იცი? დუხაბორები ცხოვრობენ. დეიდა პოლა, დეიდა ოლა, საშინელება ისინი მოვლენ და გადაგჭამენ. გენს წაგიხდენენ, ყოფას გიტირებენ, შენ კაცებს გარყუდიან, ნუ ესე იციან ხოლმე ამათმა და სხვა და სხვა. ტრის ხატი არის ძალიან იული საპოვნელი და რამდენადაც ახლა გეცინებათ, იმდენად იცით, სინამდვილეში სასაცილო არაფერი. იმიტომ რომ მტერი ერთვენიერ დღეს შეიძლება აღმოჩნდეთ თქვენ. ვისი ციტატა იყო ჩემო კარგო, თუ გახსოვს, ომბუდსმენის ჟურნალისტი დიდებული. როდესაც ხოცავდნენ ებრაელებს, მე ვდუმდი, იმიტომ რომ ებრაელი არ ვიყავი, როდესაც ხოცავდნენ ალბათ ბოშებს, მე ვდუმდი, იმიტომ რომ ბოშა არ ვიყავი, როცა ხოცავდნენ კომუნისტებს, ვდუმდი, იმიტომ რომ კომუნისტი არ ვიყავი, ახლა მე მკლავენ და კაცი დაბადებული არ არის, რომ ხმა ამოიღოს. მორჩა ყველაფერი.
იცით თუ კი გავიხსენებთ იმას, რითი დავიწყეთ ხრობა, არსებობენ აი ეს ჭკვიანები და ცვიერები და არსებობენ ბრიყვები და ყველაფრის ჩამკლაპავები და არსებობს მესამე კატეგორიაც, ძალიან პატარა, რომელმაც თვითონ იცის რა უნდა შეჭამოს. ზუსტად იცის, როგორი ბიჭები მოსწონს და დანამდვილებით იცის, რამდენად დიდი სისულელეა მოწოდება იმისა, რომ რკინის ხელით მივიყვანოთ ბედნიერებად ადამიანი და რამდენად დიდი სისულელეა იმის კითხვა და იმაზე ლაპარაკი, თუ ვინ ვისთან რატომ კოტრიალობს. არავის გავაკეთებინებ ფულს, იმით რომ მან მანიპულირება მოახდინა ჩემი გონებით. ამის გაკეთება ძალიან ძნელია, მე არა ვარ დარწმუნებული, რომ მეც კი რომელიც ყოველდღიურად ვეკითხები ჩემ თავს, რომ აბა საყვარელოანა, დღეს რა გინდა შენ თვითონ მოიფიქრე? არა მგონია რომ მეც ამ კატეგორიაში გავდიოდი, მაგრამ თქვენ ჩემზე ბევრად ახალგაზრდები ხართ, ბევრად მეტი გაქვთ წინ, ბევრად ნაკლები ფსიქოტრაუმა გაქვთ მიღებული, ამიტომ დიდი იმედი მაქვს, რომ შემდგომში ოდესმე, როდესაც თქვენ ყველაზე წარმატებული, ყველაზე ბრძენი, ყველაზე არაჩვეულებრივები იქნებით და იდგებით რომელიმე დიდ კათედრაზე, მაგალითად მშვიდობის პრემიის მიღების დროს, იტყვით რომ ოდესღაც მიამბეს რომ არსებობდა ეგოისტის ბიბლია, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მოდით ჩვენ თვითონ გადავწყვეტოთ რა გვინდა და რა არა. კარგით. დიდი მადლობა.